მარიხუანა შედარებით სხვა ტიპის ნარკოტიკებთან, რომელიც გაუშვათ შეიძლება ქვების სროლა დამიწყონ, მაგრამ ვიტყვი არა, ვიტყვი რომ შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია ვიდრე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ბევრად უფრო შეიძლება ნაკლები ზიანი მოაქვს, თუმცა იწვევს დამოკიდებულებას, არ არის გამორიცხული ჰაშური ფსიქოზები, არ არის რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება, ოღონდ ეს არის ადამიანის პრედისპოზიცია, ასე ვთქვათ, ან ადამიანს ეს ქონდა, უბრალოდ მარიხუანამ მოახდინა სტიმულაცია ამის, ხო? და რას ნიშნავს ეს ფსიქიკური დაავადება? არა, ანუ რაღაცა მქონდა მე გენეტიკურად ფსიქიური აშლილობა, რომელიც არ ვლინდებოდა და მარიხუანა მოვწიე და გამოვლინდა. ან აი ჩარჩენილებს ეძახიან ჩვენში თუ გაგიგია. ანუ ეს არის გაშური ფსიქოზი, ერთ-ერთი ურთულესი გართულება, გაშური ფსიქოზი მარიხუანა. მაგრამ ადამიანი მიდის მარიხუანასთან, იმიტომ რომ აი ეს რაც თქვი ყველაფერი მანამდე, ხო? ის არ მივა მარიხუანასთან. მარიხუანა არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ნარკოტიკი, რომელიც იწვევს გაბრუებას, რომელიც იწვევს ასე ვთქვათ, არ იწვევს შეიძლება ფიზიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, იწვევს.